ვაგრძელებს პირდაპირ საუბარს გიორგი ტუღუშთან. ბატონო გიორგი, Amnesty International-მა შეაფასა კონტროლის პალატის მოქმედებები ამ შეფასების თანახმად. მხოლოდ ოპოზიციური პარტიების წევრების და სავარაუდო მხარდამჭერების შერჩევითი შემოწმება, ის ფორმა, რომელთაც ბევრი შემოწმება განხორციელდა, დასმული კითხვების შინაარსი და იმ პირთა დიდი რაოდენობა, რომლებიც დასაკითხად დაიბარეს, გვაძლევს საბაბს ვივარაუდოთ, რომ ეს ოპერაცია პოლიტიკურად მოტივირებულია და ოპოზიციური პარტიების ამჟამინდელი და პოტენციური მხარდამჭერების დაშინებას ისახავს მიზნად. თქვენ როგორ ფიქრობთ, თქვენი დასკვნა როგორია, იყო თუ არა შერჩევითი კონტროლის პალატის არჩევანი და რამდენად მიუკერძოებელია კონტროლის პალატა, როდესაც მართლაც ეს ფაქტია უკვე და არა დაუშვათ ჩემი მოსაზრება, ფაქტია ის, რომ მართლა ძირითადად ოპოზიციური პარტიების და უმეტესად სწორედ ქართული ოცნების ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული პირების დაბარება ხდება მართლა. აქ Amnesty International საუბრობს სავარაუდო мотиваციაზე, შესაძლებელია ესეთი ეჭვი, რა თქმა უნდა, გაჩენოდა. სწორედ ეჭვი აქ საუბარი. International კი ბატონო საუბარი ეჭვზე, თუმცა რა თქმა უნდა პირველ რიგში მე მინდა აღნიშნო, რომ ეს სამსახური შექმნილი არ არის არც მარტო ქართული ოცნებისთვის, არც რომელიმე სხვა პოლიტიკური სუბიექტისთვის. სამსახურის მიზანი და ამოცანა არის ზოგადად იყოს მაქსიმალური გამჭვირვალობა, როდესაც საკითხი ეხება ზოგადად ფინანსებს პოლიტიკაში. ცხადია თუ მხოლოდ და მხოლოდ ასე ვთქვათ მომავალში ჩვენ ვნახავთ რომ ეს სამსახური მხოლოდ ერთი პოლიტიკური სუბიექტითაა დაინტერესებული, ეს ეჭვები კიდევ უფრო გამყარდება. თუმცა მე ერთი რამ მინდა გითხრათ, რომ აუცილებელია ჩვენ გქონდეს კონკრეტულად თქვა საუბარი იმაზე, რომ არსებობს კონკრეტული დარღვევა და ამ შემთხვევაში კონტროლის პალატა ამაზე არ რეაგირებს, ან თვალს ხუჭავს, უკვე ეჭვი გახდება საფუძვლიანი. ეხლა ცხადია პარტიას, რომელსაც არ აქვს პრობლემა ამ სამსახურთან, თქვა ის მის აქტივისტებს ან წევრებს არავინ არ დაიბარებს, ხო, უაზროდ. თუმცა ამ შემთხვევაშიც არ არის ის ნათელი, რომ ნამდვილად ეს ადამიანები, ვისაც იბარებენ, ნამდვილად მათ აქვს რაღაც კანონდარღვევა. ეჭვის საფუძველზე იბარებენ ხომ ასე? თავარი პრობლემა რა იყო რეალურად? მე რაზე ვიდავებ, თქვათ იგივე კონტროლის პალატასთან, ჩემს რეკომენდაციაში. ეს ადამიანები დაიბარეს რეალურად როგორც ინფორმაციის წყარო. ან მოწმეები და მათ წაუკითხეს უფლებები მუხლით, რომელიც განსაზღვრავს სამართალდამღვევის უფლებებს. ანუ თავად კონტროლის პალატაც აცხადებს, რომ ეს ადამიანები არ არიან თავად სამართალდამღვეები. ჩვენ ისინი გვჭირდება იმისთვის, რომ მათგან მივიღოთ ინფორმაცია და ისინი არიან წმინდა გაგებით მოწმეები. გასაგებია. თქვენ ამბობთ, რომ მათი სტატუსი იყო ბუნდოვანი. ბუნდოვანი რატო იყო? მარტივ რაღაცას გეტყვით. როდესაც ადამიანს იბარებ და უმარტა უფლებებს სამართალდამღვევის მუხლით, რეალურად, მაშინ მის სტატუსი უკვე რეალურად განსხვავებულია, იმიტომ რომ მოწმე არის სხვა ვალდებულებების და უფლებების მატარებელი ადამიანი, ვიდრე სამართალდამღვევი. სამართალდამღვევს მარტივად შეუძლია საერთოდ არ მისცეს ჩვენება მის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, ადვოკატის გარეშე საერთოდ არ დაგელაპარაკოს და მას პასუხისმგებლობას იმის გამო ვერ დააკისრებ, რომ მან არ მოგაწოდოს კონკრეტული ინფორმაცია. მოწმე, რა თქმა უნდა, არის სხვა მოვალეობების მატარებელი და მოწმე, როდესაც არ თანამშრომლობს და არ აძლევს ჩვენებას, შეიძლება დადგეს მის პასუხისმგებლობა. აქ პრობლემა რა იყო? მე რამდენიმე ადამიანის მონაცემები გადაეგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროს და თუ არ ვთქვი 348 სეკუნდა მუხლია, რომელიც მოწმის პასუხისმგებლობას აყენებს. დაიწყეს გამოძიება. ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია და ჩემი პარი პოზიციაა, რომ ამ ადამიანების მიმართ შეწყდეს თუ დღემდე ეს სისხლის სამართლებრივი გამოძიება წარმოებს, იმიტომ რომ იცით, რომ მოწმეს ეკისრება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, როდესაც იგი არ იძლევა. კი ბატონო. თუმცა ჩვენ აქ მივედით გარკვეულწილად, მოიეთ ეს ვთქვათ, სამართლებრივ საკმაო გაუგებრობამდე. რატო ვისაუბრებთ ბუნდოვანებაზე? ხა, როდესაც ადამიანს იბარებთ, მან უნდა იცოდეს რისთვის არის დაბარებული, რაც დღეს მითითებული იყო კონტროლის პალატის განცხადებაში. უნდა იცოდეს რა უფლებები აქვს და ისიც უნდა იცოდეს თუ იგი კონკრეტულად რაღაც მოთხოვნას არ შეასრულებს, რა ტიპის პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მას. მან მე არ უნდა გაიგოს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროშია მის საბუთები, სიტყვას გადაგზავნილი, ასევე უნდა იცოდეს რა ინფორმაციაზე მიუწვდება ხელი, თქვათ, რა შემთხვევაში ევალება მას კონკრეტული ინფორმაციის მიწოდება, ანუ რეალურად ეს იყო ის პრობლემები, რომლებიც მე ავწერე ჩემს რეკომენდაციაში. თუმცა, რაც შეეხება უშუალოდ ამ სამსახურის საქმიანობას, რა თქმა უნდა, სახალხო დამცველი იმ გადმოსახედიდან, რომელიც თქვენ ახსენეთ, დააკვირდება ყველა მიმდინარეობას, თუმცა მე ჯერჯერობით ვთქვათ უშუალოდ რომელიმე პარტიისგან გარდა ვთქვათ იმ შემთხვევებისა, როდესაც საუბარი იყო წინა დაბარებებზე ჯერჯერობით არ მიმიღია, მაგრამ ჩემთვის რა თქმა უნდა, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ სამსახურმა იმუშაოს გამჭვირვალედ და არავის არ გქონდეს იმის განცდა, რომ ეს არის მიკერძოებული სტრუქტურა. ჯერჯერობით საუბარი იმაზე, რომ დეკლარაციებში იყო შეუსაბამობა და ამის საფუძველზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება კონტროლის პალატის მიერ, თუმცა ვნახოთ
უცნაურია რომ მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალის კი, შეიძლება ნამდვილად ეს იყოს უცნაური, თუმცა მე იმედს ვიტოვებ, რომ მომავალშიც, რა თქმა უნდა, კონტროლის პალატა სამართლიანად მიუდგება თითოეულ პოლიტიკურ სუბიექტს. თქვენ მოუწოდეთ ასევე ლევან ბეჟაშვილს, რომ დაიწყოს დისციპლინარული წარმოება იმ პირთა მიმართ, რომელთა ქმედებებმა უკვე გამოიწვია კონკრეტული მოქალაქეების უფლებები და თავისუფლებების ხელყოფა. როგორ ფიქრობთ, ეს ადამიანები დამოუკიდებლად მოქმედებდნენ, ანუ კონტროლის პალატის თავმჯდომარე არ იყო საქმის კურსში მათ მოქმედებდნენ. მე არ მინდა არანაირად შევიჭრა თავმჯდომარის კომპეტენციაში, თუმცა აქ საუბარია უშუალოდ იმ სამსახურზე, რომელიც ფლობს მანდატს განახორციელოს თავის კომპეტენციები ამ მიმართულებით, რომელიც არის თქვა პოლიტიკური პარტიები, მათი კი ბატონო, ანუ რა თქმა უნდა კონტროლის პალატა არის უზარმაზარი სტრუქტურა და თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ამ ორგანიზაციას აქვს არაერთი წარმატება მთელი რიგი მიმართულებებით ბოლო წლებში განხორციელდა. ეს არის ახალი სეგმენტი, ხო, ამ ორგანიზაციაში. ცხადია, მე ვერ გეტყვით ახლა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში არის მსგავსი გამოცდილება, თუმცა არსებობს საუკეთესო მოდელებიც, მე ვფიქრობ, რომ ბევრი რამეა გასაზიარებელი ასევე ჩვენ იგივე ევროპელი კოლეგებისგან, რომლებიც მსგავს კომპეტენციას ატარებენ. თუმცა, რაც შეეხება ქმედებას, მაგალითად, ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც მე დავინახე და ცალსახა იყო, კონტროლის პალატამ გაასაჯაროა ის ინფორმაცია, რომელიც როგორც წესი განეკუთვნება პირად საიდუმლოებას. მაგალითად, კი ბატონო, რა თქმა უნდა, როდესაც საუბარობთ მაგალითად პირის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, პირად შემოსავლებზე, მაგრამ ბოდიში ჩაგეკითხებით უბრალოდ, კონტროლის პალატა ირწმუნება, რომ ასეთ შემთხვევაში საჯაროების წესს, გამჭვირვალობის პრინციპის გათვალისწინებით ადგენს კონტროლის პალატა. არა, მე ამაში ვერ დავეთანხმები, კონსტიტუციით არის დაცული პირად საიდუმლოება, კონსტიტუცია არის უზენაესი დოკუმენტი, არავის არ აქვს უფლება გაასაჯაროს ისეთი რამ, რაც არ არის, რა თქმა უნდა, საჯარო ინფორმაცია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს ამ პირის თანხმობა. მეც სიტყვაზე გავიმეორე, როდესაც ვსწავლობ კონკრეტული ჯანმრთელობის საქმეს და ვეხები მის ჯანმრთელობის დეტალებს, მე თუ ოჯახიდან ან უშუალოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პირადად ამ პირისგან თანხმობა არ მაქვს, მე ნახავდით, რომ ინიციალებით მაქვს გამოტანილი მათ საქმეები ანგარიში, ამასთან როდესაც ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ თხოვა ვინაობა პატიმრების, მე არ გავუმხილე, იმიტომ კი არა, რომ ამის სურვილი არ მქონდა, უბრალოდ თუ თანხმობა არ მექნება მე ოჯახის წევრებიდან, მე არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ საჯარო გახდეს ის ინფორმაცია, ანუ ამ შემთხვევაში შეგვიძლია ცალსახად ვთქვათ, რომ კონტროლის პალატამ დაარღვია კონსტიტუცია. დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები არსებობს. შესაძლებელია, რომ უჩივლოთ თქვენ ან ამის მსურველმა პირმა საკონსტიტუციო სასამართლოში კონტროლის პალატას, აი კონტროლის პალატას ვერ უჩივლებ, იქიდან გამომდინარე, რომ საკონსტიტუციო სასამართლო შეგიძლია მიმართო მაშინ, როდესაც ვთქვათ იგივე რომელიმე კანონის ნორმა შენი აზრით წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან. ეს ცოტა სხვა თემაა. თუმცა რა თქმა უნდა, ხა რაც შეეხება კონკრეტულად სამოქალაქო წესით შეუძლია რომელიმე პირს მოითხოვოს, ვთქვათ, იგივე მას თუ ზიანი მიადგა, ვთქვათ, თუ მისი პირადი ინფორმაცია გახდა საჯარო, ეს ყოველთვის შეიძლება იყოს განჯადი სასამართლოს მიერ, მაგრამ ხა ომბუდსმენს სხვა კომპეტენციები აქვს, იგი სტრუქტურებს არ უჩივის, იგი სხვა კუთხით უჩივის მათ. მაგალითად, ადგენს იყო თუ არა კონკრეტულად დარღვევა, უფლება დარღვევა, ასევე გარკვეულწილად რეკომენდაციით ის გარდა იმისა, რომ აფიქსირებს დარღვევას, ორგანიზაციას მიუთითებს, რა უნდა გაკეთდეს დარღვეული უფლების აღსადგენად. ეს არის უნიკალურობა ამ ინსტიტუტის, რომ შენ მარტო არ შემოიფარგლები სტრუქტურის კრიტიკით, ასევე შენ ხედვას წარუდგენ, რომელიც რა თქმა უნდა შეიძლება გაიზიარონ, შეიძლება არ გაიზიარონ, თუმცა სწორედ ესაა რეკომენდაციის, ასე ვთქვათ, მანევრირების საშუალება, როდესაც შენ ყოველთვის გაქვს საშუალება საჯაროდ ნებისმიერ სტრუქტურას დაუმტკიცო შენი მართებულობა კანონიდან გამომდინარე. დაცვის პოლიციის ქმედებებს აუცილებლად შევეხოთ დაბარებულ პირებს გავრცელებული ინფორმაციით, ყოველ შემთხვევაში სახელმწიფო დაცვის პოლიციის თანამშრომლები უტარებდნენ დეტალურ შემოწმებას დეტექტორითაც, ხელითაც. იყო შემთხვევები, როცა გაახტევინეს ტანსაცმელი, გაახტევინეს ფეხსაცმელი, წაართვეს პირად ნივთები. დაადასტურეთ თქვენ, რომ ეს ნამდვილად ასე იყო? ეკა, მე ჩემს რეკომენდაციაში პირდაპირ მიუთითე ის, რაც ჩემმა თანამშრომლებმა უშუალოდ ნახეს, ვთქვათ, იგივე ზესტაფონის შემთხვევაში ჩავწერე მტკიცებით ფორმაში, თუმცა ფეხსაცმლის, ტანსაცმლის გახდა, რაც იყო ინფორმაცია, სადაც თვითმხილველი არ ყავდა, კონტროლის პალატას მე მივაწოდე ინფორმაცია, მე მათ ცალსახად თუმცა ერთ შემთხვევა შეეხო უშუალოდ საიას იურის, კი ბატონო, საუბარი იყო იმაზეც, რომ ერთ-ერთი იურის გახადეს ქურთუკი, თუ არ ვცდები, მე საუბარი მქონდა რაზე. დაცვის პოლიციის თანამშრომლები, რასაც თავად ჩემი თანამშრომლები შეესწრნენ, აცილებდნენ ამ ადამიანებს, თქვათ, იმ ოთახში, სადაც მათ გამოკითხვა მიმდინარეობდა. ასევე ჩემმა ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, რომელმაც ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში ცადა გასაუბრებიდან, დაკითხვიდან გამოსულ პირს გასაუბრებოდა, დაცვის პოლიციამ ამ საშუალება არ მისცა და გააცილა ისინი გარეთ. იგივე შეზღუდვები იყო მედიასთან მიმართებაში, მათ რა თქმა უნდა
როდესაც მედია საშუალება აკრედიტებულია და მას საშუალება აქვს შენობაში თავისუფლად გადაადგილოს, ეს ჩვენი ერთადერთი რომ გეტყვიან, რომ იცით დღეს თქვენ აქ ვერ შეხვალ. ცხადია ეს აღძრავს კონკრეტულ პროტესტს, ხო, მედია საშუალების მხრიდან, როდესაც იგი ვერ შედის იმ შენობაში, სადაც ადრე შეეძლო. ახლა რაც შეეხება შემოწმების თემას, მე არ მინდა ვინმე მიფიქროს, რომ თქვა ჩვენ საუბრობთ იმაზე, რაც კანონით ნებადართულია. თუ მუნიციპალიტეტში ზოგადად არსებობს შემოწმების საშუალება და დგას დეტექტორი, ცხადია ეს ბევრ სახელმწიფო დაწესებულებაში ხორციელდება, მაგრამ როდესაც საუბარია პირად ნივთების დატოვებაზე, ადვოკატებს ატოვებდნენ ჩატექს. კი ბატონო, იცით რა არის? სადაც ხშირად ჰქონდათ მათ გარკვეული ინფორმაცია საკანონმდებლო აქტებზე. საუბარია სარეჟიმო დაწესებულებაზე, იქ რა თქმა უნდა დადგენილი წესებია, ხო? ეხლა იგივე შეიძლება რომელიმე უწყებამ შემოიღოს კონკრეტული აკრძალვა და სიტყვაზე ხა რომელიმე საელჩოში შეიძლება დაგატოვებიონ ტელეფონი, ციხეში როდესაც შედიხარ შეიძლება დაგატოვებიონ ჩანთა და ასე შემდეგ. მაგრამ ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ არალეგიტიმურ გაუმართლებელ შეზღუდვებზე, სწორედ ეს გახდა სახალხო დამცველის მხრიდან კრიტიკის საგანი, თორე დეტექტორით შემოწმება, ვთქვათ, რომ შენობაში ასაფეთქებელი ნივთიერება არ შეიტანოს ვინმე, მე შეიძლება განხორციელდეს, თუ ეს არის დადგენილი. ეხლა ზოგ შენობას აქვს ამის რესურსი, ზოგს არა. აქ კიდე საუბარი იყო რაზე, ეხლა გასაგებია დაცვის პოლიცია არ არის კონტროლის პალატის ქვემდებარე სტრუქტურა, ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანო, თუმცა როგორც ჩანს, ისინი ასრულებენ უშუალოდ ამ შემთხვევაში ამ კონკრეტული სამსახურის მითითებას, იმიტომ რომ ხა თქვენ რომ ჩვენთან მოხვიდეთ შენობაში, იქაც არის კერძო დაცვის სამსახური, მათ რო ჩაგიტარონ თქვენ ჩხრეკა არ შემოგიშვან შენობაში, პრეტენზია ალბათ ჩემთან გექნებათ, ხო? რა შვება დაცვა, ხა მე რო გითხრათ თქვენ რომ იცით რა, მე არ მექვემდებარებია. ანუ ამ შემთხვევაში პრეტენზია არის კონტროლის პალატის. რა თქმა უნდა, გასარკვევია რეალურად რა მითითებებს ასრულებდნენ ამ შემთხვევაში დაცვის პოლიციელები და რატო იყო ესოდენ უპრეცედენტო გამკაცრებული უსაფრთხოების ზონა. კიდევ ერთი თემა ჩვენი საუბრის ბოლოს, თქვენ ასევე მოუწოდეთ, რომ დადგეს იმ პასუხისმგებელ პირთა დისციპლინარული პასუხისმგებლობა, რომელთა უშუალო კომპეტენციაში შედიოდა შესაბამის ტერიტორიულ ერთეულებში ახსნა განმარტების მიცემის პროცესში მოწმეთა უფლებების დაცვა. ვის გულისხმობთ? ვინ არის ამის პიროვნება? იმ ადამიანებს, ვინც უშუალოდ აწარმოებდა დაკითხვას ამ ადამიანებს, იმიტომ რომ თხადია მათ ჰქონდათ შეხება, მოდით ვთქვათ, ორ კონკრეტულ სტრუქტურასთან. იყო ძალიან ბევრი ფაქტი კონკრეტული, სადაც არანაირ უფლებადარღვევაზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა იყო არაერთი პირი, რომელიც მიუთითებდა. ახლა გასაგებია, ჩვენ სადღაც 40-მდე საქმე შევისწავლეთ და ერთ რეგიონში გამოვკითხეთ ეს ადამიანები, ჩვენ გვაქვს მათი ახსნა განმარტება, თუმცა ერთი კი მინდა გითხრათ, რომ ვთქვათ, ძალიან ხშირად ახსნა განმარტება, რომელიც მე მომცა პირმა, რომელიც მიუთითებდა კონკრეტულ პრობლემებზე, ემთხვეოდა დიდწილად ჩვენს მიერ კონტროლის პალატიდან გამოთხოვილ ახსნა განმარტებას. ანუ რამდენიმე პრობლემა, რომელიც დააფიქსირეს იმ ადამიანებმა, ოქროშიც იყო კონკრეტულად, თქვათ, იგივე მე ვსაუბრობდი, თქვათ, რატო კითხეთ ნასამართლობის შესახებ, თქვათ, ან პირადი შემოსავლების შესახებ. რეალურად, რა თქმა უნდა, მე კონკრეტული დასაბუთებული პასუხი არ, თუმცა პირველი პასუხი, რაც მე მივიღეთ ჩემ 4 შეკითხვაზე კონტროლის პალატიდან, იყო სავსებით არაადეკვატური, იმიტომ რომ იქ საუბარი იყო, რომ ეს ნორმატიული აქტი საერთოდ არ გვეხება, ჩვენ ამით მოქმედებდით. დღეს უკვე საუბარია გარკვეულ გარანტიებზე, რომელზეც თავად კონტროლის პალატაც საუბრობს, როგორც ჩანს, ეს გარანტიები არის აუცილებელი, ხო? მარტო სამართალდაღუალთა კოდექსით შორს ვერ წავალთ, იმიტომ რომ ჯერ ერთ მოძველებული დოკუმენტია. მეორესეთი, მე რას გულისხმობდი, რომ თუ კონტროლის პალატა რეალურად ამ პროცედურას ახორციელებს, მაშინ იხელმძღვანელობს, თქვათ, იგივე ნაწილით ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის კანონი, ასევე გამონაკლის არ ადგენს კონტროლის პალატისთვის, მაგალითად, იგივე მოქმედებს ზაკი ამ შემთხვევაში, თუმცა გარკვეულ ნაწილში, თუ მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით მიდის კონტროლის პალატა, ამ შემთხვევაში მთელი რიგი უფლებები მოწმის ავტომატურად აღმოცენდება, ხო? ცხადია, რასაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ითვალისწინებს, მაგრამ რეალურად პირველი პასუხი, რაც მე მივიღე, იყო ესეთი: ჩვენ არ გვეხება ზოგადი ადმინისტრაციული, გვეხება სამართალდაღუალთა კოდექსი, ამით ვიხელმძღვანელეთ და ჩვენ არაფერი არ გვეხება. რეალურად ეგ იყო, რაც ჩემთვის არაადეკვატური. ძალიან დიდი მადლობა. არაფერს, დიდი მადლობა. ეს იყო პირდაპირ საუბარი გიორგი ტუღუშთან. მე ორ შაბათამდე გემშვიდობებით, ხვალ გაზეთ ჩემი კოლეგები წაიყვანენ გადაცემას, ასე რომ ორ შაბათამდე.